მოგესალმებით როგორც ყოველთვის სასწავლო ცენტრიდან არსებული საქვაბე ბოლოს დაიდება დღევანდელი პოსტის დღევანდელი ვიდეოროლიკის მიმართულება იქნება ელექტროფიკაცია ხო ელექტროფიკაციას ჩვენ კი ბატონო ჩვენ ვაკეთებ საქვაბეში ამიტომ ერთადერთი რაცაა ოკე აღწერებული ეს არის ეგრეთ წოდებული ცენტრალური შემოსვლელი ელექტრო გამანაწილებელი ფარეხი დაფა კი ბატონო დაფა შეიძლება შიტოკი დაფა აი ჩვენი რეზიდენცია ოკე ხო 11 ეგრეთ წოდებული მოდული 11-ვე არის განლაგება თანმიმდევრულად გავაკეთე ხო მიმართულებას ეს არის მართვა ეგრეთ წოდებული ელექტროკონტროლი ეს არის დისტანციური მართვა ვაგვირდებით ხო აი ეს ყველაფერი იმართება დისტანციურად 1 2 3 ეს არის პატივცემული ნასოსები ხო პირველი სართულის ნასოსი ეს არის ჩვენი პატივცემული რადიატორები მეორე სართულის რადიატორები იატაკის გათხოვა შესაბამისად შემრევი კვანძით ხო ამიტომაც იმას ჩვენ მართავთ დისტანციურად თან ხვდებით რომელ სართულს ვთავთ რომელ სართულს ვთიშავთ და ასე შემდეგ ჩვენ ხელშია ყველაფერი მეორე უპირატესობა კიდევ ჯერ მეორე მართვის ელექტროკონტროლის ის არის რომ ჩვენ დისტანციურად მართავთ ქვაბს თუნდაც მაშინ როცა შეცდომაზე გადის თან გვიან ჩვენ ვიცით რა შეცდომაზე გადის და რა არის შეცდომის ახსნა ხო ალგორითმი ლოგიკა უბრალოდ ამაზე არის დამოკიდებული თუ არის ამ შეცდომის არსი იმ შეცდომის მოხსნა დისტანციურად გამორიცხულია ხო წინა ამიტომ ის გვიშიფრავს ხო დისტანციურად მოგდის ჩვენ შეტყობინება სმარტფონში და სმარტფონში უკვე სპეციალური ელექტროკონტროლის პროგრამით ჩვენ ვიცით E01 და უბრალოდ პრინციპში არის გაზებიცირების შეცდომა E01 ხო ნიშნავს იმას რომ ჩვენს გარეშე პატივცემული რეზიდენციის გარეშე ქვაბი არ ჩაირთვება ჩვენ ტელეფონის მეშვეობით მართავთ ავრთავთ კი ბატონო რატომაც არა კომფორტია ხო? შესაბამისად ყველაფერს მართავთ, აკუმულატორი ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის უწყვეტ რეჟიმში, დენი რო გაითიშოს ამასობაში შეგვიძლია ჩვენ ეს ინსტალირება გავაკეთოთ, აი, გავთიშემეთ დენი, ეს ნიშნავს იმას, რომ ინდიკაცია ჩაქრება, მაგრამ ამასობაში ის აგრძელებს დისტანციურად მართვას, ვინაიდან მას აქვს ეგრეთ წოდებული კვება, უწყვეტი რეჟიმი, აი, ვაგვირდებით ხო, დაიწყო ციმსები, მაგრამ მას აქვს უკვები. კვება, ეს კვება დენის garaშე თქვენ წარმოიდგინეთ სისტემას ტოვებს წარმოიდგინეთ მართვაც, რაღაც 17-18, 20 დატენილი არსებული აკუმულატორის მეშვეობით, ხო? რაღაც 24 საათი. 24 საათი უწყვეტ რეჟიმში ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ სისტემა მართვოთ ამასობაში, მაგრამ პასიური მართვის შესაბამისო ამასაც აქვს რაღაც 3-4 დღე. წარმოიდგინეთ, დენის garaშე მუშაობს 3-4 დღე სისტემას ვაგვირდებით და არის კონტროლის ქვეშ, ხო? რატომაც არა მოვიდა დენი ჩვენს garaშე ჩავრთე ხა მე ეს ხო ეგრეთ წოდებული გავაკეთე ინიცირება აი ვაგვირდებით ხო ესე იგი ეს მუდმივი ეს ინდიკაცია წითელი ფერი ნიშნავს იმას რომ კვება მიეწოდება 220-ის კვება ამასობაში კიდევ ჯერ ვიზახი მას აქვს თავისი დამატებითი კვება სტაბილიზატორი ხო ჩვენ პატივცემულობა სტაბილიზატორი და განსაკუთრებულად ქვავს აგრეგატს ქვავს ეს აუცილებელი ოფცია არის და ჭირდება ამიტომ ჩვენ ყოველთვის ამას ვითვალისწინებთ და არის ჩვენ სისტემაში ჩვენ საგვარეებში ყოველთვის არის სტაბილიზატორი ეს არის პანაცეა კი ზუსტად პანაცეა. შემდეგ მართვა ხო ეგრეთ წოდებული რეცირკულაციის ნასოსი ეს დისტანციურად შეგვიძლია და სამომავლოდ აქ იქნება კიდე ჩანერგილი ეგრეთ წოდებული ჭკვიანი ლოგიკა, ანუ დროის მეშვეობით, როცა არ გვინდა ჩვენ რეცირკულაციის ნასოსმა რომ ინტრიალოს უტყვილა დაუშვათ შუაღამე ხო რატომ უნდა ინტრიალოს მას მის დანიშნულება არის რომ მიიღოთ ცხელი ბოლო წერტილში, მაგრამ როდის როცა გვჭირდება ჩვენი შუაღამე ჩვენი სად ჭირდება. ამიტომ შეგვიძლია ჩვენ ჭკვაზე მოვიყვანოთ და ისიც მართოთ, რატომაც არა ეგრეთ წოდებული განავდივართ თანამედროვეულად და აი ეს ელექტრო მიმართულება საქვაბის ძალიან ხო ესეთი ვიწრო დანიშნულების არა ფართო დანიშნულების მიმართულება არის ვინაიდან მასში არის ჩაქსოვილი წარმოიდგინეთ ხო ჰელიოს სისტემა ამასობაში ჰელიოს სისტემის უკვე ფუნქციონალის არის ჩამონტაჟებული ინსტალირებული ხო გაყვანილობა ყველაფერი უკვე ეგრეთ წოდებულ კაბელ კანალებში ხო ეს არის პატივცემული ეგრეთ წოდებული ჰელიოს კი ბატონო ნასოსი ტემპერატურის მართვით, რა თქმა უნდა, კონტროლით, ყოველთვის ეს აუცილებელი არის და აი ეს უკვე ეს არსებული მიმართულება, რასაც ქვია უკვე ჰელიო მიმართულების საცირკულაციო ტუმბო და მართვა ეს უკვე აი ეს არის ამ პატივცემულის უკვე კი ბატონო მიმართულება, ეს არის ჰელიო სისტემის მართვის ბლოკი. ბლოკი პლუს არის ყველაფერი ალგორითმი აქვს ჩაქსოვილი, მაგრამ თვითონ ეგრეთ წოდებული ხო გამოტანი პულტი, ხო შეგვიძლია საოცგინა იქ ამასობაში მას მოყვება რაღაც ერთი 15 მეტრამდე ეს ეგრეთ წოდებული 4 სამწვერიანი უბრალოდ კაბელი, ხო? მოყვება წარმოიდგინე საოცგინა იქ სადაც პრაქტიკული იქნება იქ დავმონტაჟოთ. ამ შემთხვევაში პრაქტიკული რა თქმა უნდა ამ ადგილასაა. მიგვიყვებით თანმიმდევრულად გვაქვს არსებული ფარში ეგრეთ წოდებული აკვადარაჯი, აი ეს არის ცენტრალური ჩამკეტი, იქნება ეგრეთ წოდებული სენსორი აქვს და დანარჩენი სენსორები როცა იქნება უკვე Wi-Fi იქნება ფარში.
წარმოიდგინეთ, ხო, დისტანციურ რეჟიმში მე ხომ დაიფაროს, მაგრამ შეიძლება ასე შემთხვევა მოხდეს, ის მართვადია, ისის ტელეფონის მეშვეობით, smartphone-ის მეშვეობით და რიცხვადი ფილტრი რა თქმა უნდა ის. უკვე საქვაბის რეზიდენცია იქნება, საქვაბის მიმართულება იქნება უფრო სწორად და საქვაბის როცა უკვე ერთიანად უკვე ჰელიოს სისტემას ჩართვის პროცესში ვართ, მე ამ საქვაბისაც იხილავთ. ელექტროფიკაცია არის არსებული კიდევ ერთი ვიზახი, პოსტის თემატიკა, ხო? ეგრეთ წოდებული აქვა დარაჯი. შემდეგ მოდის პატვისცემული ეგრეთ წოდებული სიხშირული დაბი, easybox-ი, სიხშირული წყლის ტუმბო და ესე იგი რეზერვაცია, ხო, სისტემური ეგრეთ წოდებული დარბილება, ხო, დამრბილებელი, აი ეს არის პატვისცემული ეგრეთ წოდებული კოლონარული დარბილება და თავისი ბუნკერი თურთ, აი შეგვაქვს უკვე მოთავსებული ეგრეთ წოდებული კრისტალიზირებული, კი ბატონო, იოდიზირებული მარილი. იოდირებული, უფრო სწორად იქნება, იოდირებული მარილი. შესაბამისად დარბილებას ამას უკვე საქვაბეში დავიწყებ, იქ ყველაფრის ახსნა გამარტებაში დავით ჩემ ვიდეოროლიკებს ვინც ადევნებთ თვალს, ამის საქმის კურსში უნდა იყოს არაერთი პოსტი მქონია დარბილებაზე. დღევანდელი პოსტი კიდევ ერთი ვიზახი არის ელექტროფიკაცია. შესაბამისად ამის მართვაც გვაქვს აყვანილი უკვე ცენტრალურ ეგრეთ წოდებულ უკვე მართვის ბლოკში დაფაში, კი ბატონო, ელექტროფარეთში, ელექტროდაფაზე უფრო სწორად ტაიმერი იქნება დამონტაჟებული, ეს არის სეპტიკის ეგრეთ წოდებული აი ეს პატვისცემული კომპრესორი, ეს კომპრესორი, რომელთაც განხორციელდება სეპტიკის ეგრეთ წოდებული ბიოლოგიური გაწმენდა. ესე იგი, მას კვება მიეწოდება 220 და შემდეგ ტაიმერით, კი ბატონო, ისიც მუდმივად არ უნდა მუშაობდეს. ეგრეთ წოდებული კლაპანი, ეს არის წყლის შევსება, უკვე წყალი ივსება და ჩამონტაჟდება კიდე ავტომატიზაცია, კი აქაც გაუკეთდება, იქნება ტივტივა, ვაკეთებთ ხოლმე, ხან ტივტივა, ან სენსორი, ხო, ისიც მუშაობს. კი ბატონო, გაუკეთებთ აქ არსებულ პრინციპში უკვე მიმართულებას ტივტივას, ელექტრონულ ტივტივას და ის ელექტრონული ტივტივა არსებულ კლაპას როცა აივსება, ჩაკეტავს, ხო? აი ეს არის, ხო, ელექტრომიმართულება წარმოიდგინეთ და ერთ-ერთი დაგვრჩა ის ეგრეთ წოდებული უკვე. ეგრეთ წოდებული არა კაბელი, გამოშველი რომელიც ჩანს, აი შავი, დაბოლოება, იქნება მისი დაბოლოება იქნება ბოლოს, აი ბოლოს ზუსტად აი აქ მაქვს ზუსტად არსებულ ბლოკს, რასაც ქვია ეგრეთ წოდებული T1 NT-ის ეგრეთ წოდებული ტემპერატურის სენსორი, რომელიც მოთავსდება უფრო სწორად მზის კოლექტორებში. არსებული სისტემა უკვე შესაბამისად უკვე გაიშვებს. გაზიფიცირება არ ვიცი როდის იქნება, არა წარმოიდგინეთ, ხო? გაზიფიცირების გარეშე ცხელი წყალი გვექნება, ხო? ამასობაში გვაქვს მოცულობითი ბოილერი, რატომაც არა, ხო? 250 ლიტრიანი მოცულობითი ბოილერი, ხო, რატომაც არა გვექნება ცხელი წყალი და გათბობის სისტემა, თქვენ წარმოიდგინეთ იატაკის გათბობაც რო იყოს ზამთრის პროცესში, ის იმისთვისაც აქტუალური იქნება. აი ესეთი მიმართულება არის დღევანდელი პოსტის ელექტროფიკაცია. ელექტროფიკაცია საქვაბის ელექტრომიმართულება, მე მგონი დაემატება საომალო ჩვენ მიმართულებებს და გადავალთ ამასობაში როგორ პროფესიონალებს, ხო, ჭყალებში არ მიწყინოთ, მაგრამ პროფესიონალები ასე არ გამოიხატებიან, პროფესიონალები. აი ასე, ჩემი სტიქია ამასობაში კიდევ ჯერ ვიზახე. ვითომ და არა მიმართულება ელექტროფიკაციის, მაგრამ ამასობაში, რა ვიცი, არ ბლატავობ, მაგრამ ახლა მე მგონი, რა ვიცი, ხო, გააქვთ, ხო, მიმართულება შემისხათ, ხო, ამასობაში ელექტროფიკაცია კიდევ ჯერ ვიზახე, ჩემი სტიქია, ვითომ და არა, მაგრამ ამასობაში ამისთვის ყველაფერი გამაჩნია. იმისთვის რომ ყველაფერი განვახორციელო, როგორც საჭიროა, კი, აი იმის შესაბამისად ვიცით რა არის ეგრეთ წოდებული მოდულური კონტაქტორები, სენსორები წყლის, ხო, ეგრეთ წოდებული ელექტრონული ჭკვიანი ჩამკეტი, ვულკანიზირებული ეგრეთ წოდებული იზო, ხო, აი ეს იზოლენტა კი ქვია, ის ვულკანიზირებული იზოლენტა ქვია, კი ბატონო. ტემპერატურის ფენის მეშვეობით უпроსტად უკვე გერმეტიზაციას ქმნის კაბელზე, რომელიც გამოიყენება ჭაბურების ნასოსებისთვის. რა ვიცი, ხო, ინსტრუმენტები რომ გაგვაჩნდეს, ვინაიდან ელექტრომიმართულების ხანერად ვინ გავახორციელებთ, ხო, ეს წარმოიდგინეთ, ხო, ადვენი ინსტრუმენტით, დღეს თელეგრამ მოვუდით, აი, ელექტროფიკაციას საქვაბისას. ამიტომ საინტერესო მიმართულება არის, კი, მაგიტომაც ვიცავ ხოლმე მე ამ მიმართულებაზე საქვაბის ელექტროგაყვანილობა არის დამოკიდებული, ეს არის შეთანხმებითი, აქ არსებულ საქვაბებში განხორციელდა არსებული შეთანხმება, ესე იგი განხორციელეთ ჩვენ. ამასობაში კიდევ ჯერ ვიზახი დამკვეთებს გავეთ ხოლმე, ხო, შანსი ახლა, იმიტომ რომ მე რო საქვაბეს ვაკეთებ ელექტროფიკაცია საქვაბის, ეს უკვე ჩემი რეზიდენცია არაა, მაგრამ ამასობაში დღეს ამას ეგეთ იქნება შეთანხმებით, ვინაიდან ამას ძალიან დიდი დრო ჭირდება და შრომატევადია, ამან განსაკუთრებული მიმართულება ჭირდება 2-3 დღე, წარმოიდგინეთ რომ ეს ყველაფერი ერთ წრეში მოვაქციო და შესაბამისი ალგორითმით, ლოგიკით, რა თქმა უნდა, ფუნქციონალი უნდა იყოს დახვეწილი და მომუშავე, ხო, თუნდაც იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიმართულება არის, ხო, წარმოიდგინეთ ჰელიოს სისტემის ეგრეთ წოდებული დაჭიკი, რომელიც არის უკვე მიმართული ეგრეთ წოდებული ჭკვიანი მოწყობილობისკენ, ხო, სახელწოდებით ექტოკონტროლი, რომელიც საზღვრავს ტემპერატურას ჰელიოს სისტემას და ჰელიოს სისტემაში უბრალოდ ტემპერატურას ვაკონტროლებთ. რატომაც არა, ხო? აი ესეთ მიმართულებით, აი ესეთი სახით, როცა არის ჩამოყალიბებული, ხო, საქვაბეს,
ხო, ამაზობაში საკუთარი ნაწარმოების მემონტაჟისას უნდა გიხაროდეს, ხო, არ უნდა გწვენოდეს მინიმუმ და ამაზობაში უნდა იყოს ეს დახვეწილად გაკეთებული, რასაც ყოველ შემთხვევაში მე ვცდილობ. კეთილი და პატიოსანი და როგორც ყოველთვის ჯერჯერობით მომავალ შეხვედრამდე.